მით ჩემი. კარგად, მადლობა, არა გვიშავს. მადლობა, კარგად, დიდი მადლობა. მიხარია, ნიკა, რა გააკეთა, გახარია, მე ლაშა ბუღაძესთან საუბრობ ისტორიულ კონტექსტზე, მაგრამ ეხლა დღევანდელობაზე ვისაუბროთ. რა გააკეთა გახარიამ? მითხარით. რას გააკეთებს ღარიბაშვილი? ხახარიამ გააკეთა ის, რომ მან არ გადაწყვიტა თქვენი დაპატიმრება. გააკეთებს თუ არა ამას ღარიბაშვილი? უფრო კონკრეტული რომ ვიყოთ, შემოუშვებს თუ არა ის სპეცრაზმს იქ, სადაც ეხლა თქვენ ხართ. თქვენი აზრით. ანუ უფრო ვიწრო კონტექსტში გაინტერესებთ რა გააკეთა. დიახ, გახარიამ რა გააკეთა ეგ არ არის საინტერესო. ღარიბაშვილი გააკეთებს თუ არა იმას, რაც არ გააკეთა გახარიამ. დიახ. ჩემი აზრით, მადლობა მოცემულ შესაძლებლობისთვის, მივესალმები თქვენ სტუმარს, ლაშას. დიახაც ბატონმა გახარიამ არ გააკეთა ის, რაც მან გააკეთა ერთხელ და ალბათ შეიძლება ითქვას, რომ მიეკუთვნება ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელიც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, ოღონდ მინდა ასე დავიჯერო. სწავლობს, ნიკა სწავლობს, ისწავლა. არა, სწავლობს, ანუ და ეს დაამთავრა უკვე სალექციო კურსი, ბორჩი გათავდა, წავიდა, აღარ არის პოლიტიკაში ეს ადამიანი, მაგრამ 20 ივნისში რო არ გაიმეორა, ხო? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს უბრალოდ მის მიერ დაშვებული შეცდომა არა, ანუ უმძიმესი შეცდომა დანაშაულის გამო აღარ ჩაიდინა, აღარ დაღვარა სისხლი. ისიც იმიტომ ვფიქრობ, პასუხისგებლობას გაექცა, იმიტომ რომ ბევრად სუსტი არის დღეს ქართული ოცნება, ვიდრე 2019 წლის 20 ივნისის მდგომარეობით და ნუ ხო, ადამიანი არავინ არ ვიცით ეხა უფრო ძლიერი პოზიციებით რო ყოფილიყო ქართული ოცნება, ბატონი გახარია ჩაატარეთ ეხა ამ ბრიფინგს და იტყოდა რომ არ შეიძლება მელიას დაჭერა და არ შეიძლება კეთილი და ან დავუფასოთ ან არ დავუფასოთ. მესმის ასაცბა, მაგრამ არ უფასო და ირაკლი ღარიბაშვილი კი ჩემის აზრით არის ადამიანი, რომელიც მომაკვდინებელ დარტყმას, პოლიტიკურად მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს ქართულ ოცნებას და ქართული საზოგადოება ამაში ხელს შეუწყობს. კეთილი, როგორ გაუწევთ წინააღმდეგობას ღარიბაშვილის სპეცრაზმს, ესე ვიტყვი, თუ ის მაინც გადაწყვეტს, აიღებს ხელკეთს და შემოვა ნაციონალური მოძრაობის ოფისში. როგორი იქნება თქვენი წინააღმდეგობის ხარისხი ან ბ ფორმა ვთქვათ? შვიდობიანად ვაპირებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ნამდვილად და ეხა ქვებისა და აგურების როლს აქ არავინ არ აპირებს. უამრავი ეხა ადამიანი აქვს, ახალგაზრდა, ავისი დედის თაობის წარმომადგენლები, მამის თაობის წარმომადგენლები, მართლა ძალიან განსხვავებული საზოგადოების წევრები არიან აქ, არაპარტიულები, პარტიულები. ხო და ამიტომ ვფიქრობ, ეხლა თუ ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ უსამართლო განაჩენის აღსრულება ძალმომრეობით მოახდინოს და ეხლა უნდა გადაგვიაროს და მოგბუგოს და ეხლა თავები დაგვიჭერხოს, მე არ ვიცი ეხლა ამაზე თუ ქართული ოცნება წავა, ჩვენ აი ესე მშვიდად ვიქნებით იქ სადაც ვარ. საერთაშორისო საზოგადოება აფრთხილებს ქართულ ოცნებას, რომ არ ჩაიდინოს მორიგი სისულელე. ნიკა, სწორედ მიუკერძოებელ არბიტრებზე მინდა კითხოთ. დიახ, აი მიუკერძოებელი არბიტრები საერთაშორისო თანამეგობრობა, მაგალითად შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპელი პარტნიორები უკიდურესად არიან შეშფოთებულნი იმით, რაც ხდება საქართველოში, ისინი ევროატლანტიკურ არჩევანზე ამახვილებენ ყურადღებას და ასე შემდეგ. აი ეს ღარიბაშვილი, რომელიც აშკარად იმიტომ მოვიდა, რომ ის უფრო რეპრესიული პოლიტიკის, მკაცრი პოლიტიკის მომხრეა. გაითვალისწინებს თქვენი აზრით მათ რჩევებს ეს რევანშისტად წოდებული ღარიბაშვილი? ღარიბაშვილი ადამიანი, რომელმაც ერთ დღეში 40 ოფისი დაარბია ნაციონალურ მოძრაობას, ერთ დღეში, ერთ რიგით კალენდარულ დღეს, მახსოვს 40 პარტიული ოფისი დაგვირბია. რა თქმა უნდა, მოუწევს ქართულ ოცნებას, მოუწევს უკან დახევა. მოუწევს უკან იმდენად დახევა, რამდენადაც ის ჩამოშორდება უკვე მარტო. ასე ვერ გაგრძელდება ცხოვრება, არ შეიძლება ეხა მასაღებდე მე უსამართლობას სამართლიანობად. არ შეიძლება
მისაღებდე ბატონ ურუსიძეს ზღვის ქაფიდან შობილ ადამიანად და მეუბნებოდე რომ ეს არის არ ვიცი ღვთაებრივი ადამიანი, ეს არის უმწირლო ადამიანი, ეს ადამიანი არის სამართლიანობის პერსონიფიკაცია, ილოცეთ ამ ადამიანზე, bis ჯანმრთელობაზე, ჩინჩალაძე არ შეიძლება, ხო ეხა ხო არ დააბრმავდით ყველანი, ხო? არ შეიძლება ახლა ხო და აი ამის წინააღმდეგ ამანაც ეხა ამანაც განაპირობა ის რა განცხადებებიც ახლა კეთდება ვაშინგტონში, ბრიუსელში, ელჩების მიერ ქვეყანაში ხა მე მართლა რომ ვიყო დამნაშავე და მართლაც რომ სამართლიანი განმარტყურებელი განაჩენი გამოსულიყო რომელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ეხა გამიწევდა მე სწორი ბრძანება გეთანხმებით სწორი ხარში სწორი ბრძანება მე კი არ მიტანა ხარში და ეხლა ერთი ინფორმაციას გაგიმხილეთ გაკეთებას კი არ აპროტესტებენ ერთი ინფორმაციას გაგიმხილთ მე რომელიც მაქვს და რომელსაც მიდასტურებენ ჩემი წყაროები არ ვიცი რამდენად დადასტურება უკვე საბოლოოდ მაგრამ აი ჩემი ინფორმაციით გახარია მაგალითად კვირიკაშვილივით სულაც არ მიდის პოლიტიკიდან ქვეყნის ინტერესებიდან აი ესეთი კითხვა მაქვს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რომ იყოს ამის საჭიროება და მან გარკვეული სიგნალები გამოუშვას თქვენი მისამართით ინიციატივა თუ ექნება მას ამგვარი ნიკა მელია შეხვდება თუ არა გიორგი გახარიას საქმიან მოლაპარაკებებს რა თქმა უნდა ხა საქმიან მოლაპარაკება პოლიტიკაში იყო პოლიტიკოსად მოქონდეს თავი და თანაც მოქმედი პოლიტიკოსი იყო და ნებისმიერ ადამიანს მით უფრო ყოფილ პრემიერ-მინისტრს კონდეს სურვილი შენთან შეხვედრის, ეხლა რომ გითხრათ რომ არ შეხვდები, არასერიოზული იქნებოდა. ნამდვილად არასერიოზული იქნებოდა. ბუნებრივია, იმიტომ რომ იმაჩნია რომ ადრე თუ გვიან უნდა აი ეს კულტურა დაამკვიდრდეს მინიმუმ ერთმანეთთან ურთიერთობა უნდა ვისაუბროთ რისი ნიშნაც უკვე არსებობს ოპოზიციურ ველზე. მიხარია, გუშინაც გავიმეორე ერთ-ერთ ეთერში, ძალიან მიხარია რომ ახლა ამ ბრძოლაში ვგრძნობ მე უდიდებს ხარდაჭერას არ არსებობს ყველანი მინუს ალეკო ელისაშვილი აი შემიძლია აი ეს ხალხი ვართ ერთად გაერთიანებულნი და ყველა მინუს ალეკო ელისაშვილი სამწუხაროდ ხო და ეხლა თუ ვინმეს არ აწყობს ახალი არჩევნები სამწუხაროდ ალეკოს არ აწყობს ახალი არჩევნები ეხლა გულის სიღრმეში როგორ უნდა მოახერხო ის თელ საქართველოს უნდადეს ახალი არჩევნები და ერთ ადამიანს ალეკო იყო ელისაშვილი არ გაწყობდეს ახალი არჩევნები კიდევ ერთ საკითხზე ვისაუბროთ კი ალეკო ელისაშვილზე თუ გდებათ ვისაუბროთ კი 15 წუთი მაგრამ მე მაინც გონია რომ არა გამიხარდებოდა მხოლოდ გამიხარდებოდა მხოლოდ თავარი არის რა იცით აი ხა მესამე სართულზე ვამბობ ისედაც განსხვავებული მე თქვენი ჩართვისთვის ჩამოვედი ხა მეორე სართულზე ცდილობა ამ ოთახიდან კონდეს ჩართვები თუ ძალიან ბევრი ვართ სხვა ოთახებში იმიტაციური რაღაც არჩევნები რო ჩატარდეს და საარჩევნო ყუთი რო დაიდგას მესამე სართულზე ვესტიბიულში ჯანურად ნაციონალური მოძრაობა შეიძლება არჩევნები წააგოს იმიტომ იმდენად ბევრი სხვა ოპოზიციური პარტიის წევრები საოცარია გულწრფელად გეტყვით მარტო ქართულ ოცნებას შეეძლო მოეხერხებინა ის რომ ნიკა მელია ნინო ბურჯანაძე და არ ვიცი დავით ჭიჭინაძე პირობითად ლაპარაკობ ერთად ყოფილიყვნენ რაღაც ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული კიდევ ერთი კითხვა არ მიწყიდოთ მე მაქვს ესეთი ინფორმაციაც რომ ხელისუფლებაში განიხილავენ საკუთარი მომხრეების მობილიზებას არ ვიცი თქვენს თუ გაქვთ ეს ინფორმაცია ქუჩაში გამოყვანას ლოზუნგით დაიჭირეთ ნიკა მელია ეს რამას როგორ შეაფასებთ და გაუვათ თუ არა თუ ეს ინფორმაცია მართლაც სწორია არ ამგონი ამ ფორმაში ახლა რამდენი კონტაქტი გავუკეთებიათ ამიტომ არიან იმიტომ არ ამგონი ამის შესაძლებლობა ქართულოცებას შემორჩა ახლა ჩვენ ვართ უბრალოდ ტყვეობაში იმ ემოციების რომელიც ხონდა 3 წესი 4 წესი ქართულ ოცნებასთან მიმართებაში და გვეგონა რომ ისინი არიან უძლეველები მათ შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება არ არსებობს ახლა ამის რესურსი მათ აღარ შემორჩა ნუ ხედავ ამ რეალობას არ შემორჩა და გამოიყვანო ხალხი და მოითხოვოს ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ხალხმა ნიკა მელიას გასამართლება ეხლა ნუ კარგით ეხლა და ამას შეხედავს საერთაშორისო საზოგადოება და რას იტყვის აი დღეს გუშინ ვთქვი აი გუშინ იყო ალ-ჯაზირა BBC-სთან ინტერვიუ მქონდა დღეს CNN-თან ხო სხვადასხვა აშკარად ექცევა საქართველოს აშკარად ექცევა მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ კი ერთხელ ან ამჯერადაც ესე შემიძლია ვთქვა
ირაკლი დობა არ არსებობს, ირაკლი, იცი მთელი უბედურება ამაშია. იმიტომ დობა არ არსებობს სასამართლო სისტემის მიმართ. აი, მართლაც რო ადამიანი გასასამართლებელი იყოს, ხო? ხო? და გამოტყუნებელი განაჩენი დადგეს. არავის არ ჯერა, იმიტომ რომ მურუსიძე განასახიერებს ქართულ მართლმსაჯულებას და ჩინჩალაძე განასახიერებს. ეს ორი ადამიანი, რომელიც იყო წინა ხელისუფლების ნაწილი და ამის გამო ბიძინა ივანიშვილი სამართლიანად აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას და ამბობდა რომ მოვალ მართვის სადავეებთან იქნება კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ხალხმა ტაში დაუკრა და მარტო უნდა ჩემი არ ვიცი ბევრი ადამიანი ახლობელი არ ვიცი წავიდა ასე რომ ამსურვი და ხმამიცა ამ ხელისუფლებას მაგრამ რა გააკეთეს კი ვიცით აი ეს ადამიანი ცხოვრების სიცოცხლის ბოლომდე დაგვინიშნეს და არ მივიღეთ ეს რეალობა სამი კვირის წინ მეხვეწებოდნენ ხელგამოღატვით პარლამენტში შედიო იქ იყავიო არ შევედი და სამი კვირის თავზე პროკურორი მივიდა პარლამენტში და მელია წავიდეს ციხეშიო და ნუ კარგით ეხა რა ეხა ამას ველაპარაკები არ მაქვს დასამალი ყველა ელჩს სატელეფონო საუბარი იქნება ეს იქნება ამერიკის ელჩი თუ იქნება ლიტვის ელჩი თუ ვიც არ უნდა იყოს ხო კი გამარჯობა როგორ ზანდებით და უბრალოდ რიტორიკულად ვსვამ კითხვას როცა არსებითად მივოვიხილავ შექმნილ ვითარებას მე რო სამი კვირის წინ პარლამენტში შევსულიყავით ხო დღეს მე დასაჭერად გამომეკიდებოდა ქართული ოცნება თუ არა თქო ხო ნუ რა თქმა უნდა არ გამომეკიდებოდნენ და ხო ნუ ყველა ხვდება რომ არავინ არ გამომეკიდებოდა მე იმიტომ რომ აღარ ვიქნებოდი საინტერესო იმიტომ რომ ვიქნებოდი ნუ მინიმუმ იმიტომ არა საინტერესო მორჩილებაში აყვანილი ვიქნებოდი და ოპოზიციონერი აღარ ვიქნებოდი ხა ქართულ ოცნებაში შევიდოდი და ქართულ ოცნების წევრს არ გაეკიდებოდნენ ეხლა და რატო გონია იმ 88 ადამიანს ხახნო რომ უფრო თავისუფალია უფრო მაგარია უფრო ბედნიერია ვიდრე მე ვარ რა სულ რომ თავი გამიჩეხო ნორად ხო მართლა გძნობ კანით გძნობ მთელი არსებით გძნობ რომ ისტორიის მომხარეს ვდგავარ და ეს მაძლებინებს და ის ხარდაჭერა რომელიც საზოგადოებაშია ჩემს მიმართ დღეს ხვალ შეიძლება არ იყოს და შეიძლება ბევრი რამე შემეშალოს და არ იქნება და სწორიც იქნება თუ არ მექნება ხარდაჭერა მინიმუმ აღარ ვიქნები მართალი მაგრამ დღეს მართალი ვარ ხახ არ მინდა და არც ვაპირებ გავრილობის გამო ციხეში წასვლას იმიტომ რომ არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ უნდა წავიდეთ ციხეში გავრილობის გამო ხვალ რო 20 ივნისი მოვა მოვიდეს და დადგეს სამწუხაროდ ეს ჰიპოთეტურად დაუშვათ რა არ უნდა გავიდე გასაპროტესტებლად თუ რა გავაკეთო მე ვიფიქრო იმაზე რომ მურუსიძემ არ იქა იქ რაღაცა ბრალი არ გამომიტანოს განაჩენი არ გამომიტანოს და თავი მოკეთ ავარიდო ეს ვიფიქრო ამიტომ რისთვის მასამართლებენ იმისთვის რომ ოკუპანტის წარმომადგენელი დარბაზში წამოსკუბდა იქ და ოკუპანტის ენით მიმართავდა ჩვენ ქვეყნის მოსახლეობაზე ეხაცა მზარავს რომ მოვისმინე პირველი ასე თქვა სიტყვები და ეს კადრები რომ ვნახე და ამის გამო შეიძლება ეხა ბორკილი დამადო მე და ამით რა ჩაწყარდება ეხა ვითარება და პატრიოტული მოვალეობა რომელიც ხალხს აქვს და ამიტომ არიან აქ ფულს ხო არავინ არ უხდის ეხა აქ ვინც მოდის და რა ეს მორიგეები ხო არ არიან ხალხო ხალხი ვინც მოდის და ამბობს რომ ნიკამელიას დაკავება არის ჩემი დაკავებაც ნიკამელიას საპატიმოში გამწესება ჩემი გამწესება იმიტომ რომ ტია ბევრი ფიქრობს რომ დღეს თუ თავი ოპოზიციური პარტიის ახალდარჩეული თავმჯდომარე აი პროპაგანდასაც რო ვერ უპირისპირებენ მას რომ აი რაღაც წინა ხელისუფლების დროზე ეს გაკეთებული ის 2014 წელს მოვედი იმაში რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთე და მოხდა ისე რომ უბრალოდ არ ვიცი წავედი წინ და წავედი უკან მოუხედავად და თავი არ დავხარე და ეს არის ერთადერთი ჩემი ბრალი თორე ეხლა რო ყოფილიყავი ქართული ოცნების წევრი არ ვიცი რომ მომენტომებია მინისტრიც ვიქნებოდი ალბათ იქ და ჯანდაბა სადღაცა ვიქნებოდი რომელიღაცა მონა ერთ-ერთი ხო ვერთო დამიფარა და არ ვარ ამიტომ ეს არის და ეს და მაღალი მიზნები და ამოცანები არ არის დასახული რა რაზე ვსაუბრობთ ეხლა ხელისუფლებაში არის ძალა დაიჭიროს ვიღაცა თუ არ დაიჭიროს ამაზე აქვს მთელი ცხოვრება აგებული ეკონომიკის სამინისტრო თითქოს ხელისუფლების ნაწილი არ იყოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თითქოს ხელისუფლების ნაწილი არ იყოს ასე შემდეგ და პრემიერ-მინისტრი ყველაზე პოპულარული ვინც ყავდათ გამოვიდა და თქვა ის რაც თქვა ხო არ დაიჭიროთ ეს ადამიანი არ შეიძლება აგერ დღეს გამოვიდა ქალბატონი ცკიტიშვილი ისო რა უნდა წავიდე ოჯახს მივხედო ეხლა ეს თუ არ არის კრიზისი ღრმა ხელისუფლებაში აბა რა ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ერთადერთი ამას ვამბობ პრაქტიკულად ყველა გადაცემაში ახალი არჩევნები რიგგარეშე არჩევნები რაც განმუხტავს ამ
ძალიან დაძაბულ ვითარებას არ მიწყიდო ნიკა უკაცრავად ლაშა გვისმენს ჩვენ არ ერთი ისტორია ზანეთ და ლაშას გიხავდეთ ესე იგი რამდენ ერთი საათის წინ მოკლედ ვიყავი ერთ ტელეკომპანიის ეთერში პირდაპირ ეთერში ჩართვა მქონდა და გაითიშა ყურე და გადმოგირეკავთო და სამ გადმოგირეკავ მესეჯი წავიკითხე ორი მეგობარი ერთი ზურა მელიქიშვილი წერს რომ ბიჭო ავლაბარში გამაჩერესო და საბარგული ამახტევინესო პირდაპირ ეთერში ვიყავი და საბარგულში მეძებენ გამიგეთ ავლაბრის მეტროს და ზურა მელიქიშვილი წერს მე მომწერე კახა უქრიაშვილმა რომ გამჩხერიკესო ასევე მეცო და საბარგულიც გამახსნევიესო მე რომ დაამთავრდა ჩართვა ავედი მესამე სართულზე და რა გავიგე აქედან მინსკი გავა თუნმე ამ შენობიდან მიმდებარე ტერიტორიაზე ხო დაპარკინგებული მანქანები სხვადასხვა თბილისის ქუჩებში აჩერებენ რა და გონია და რატომ უნდა ხო მიწა გასკდეს და ჩავარდე ხო მიჩევნია ვიდრე აი 2 მეტრიანი კაცი ჩავეკვე ხო საბარგულში რატო როდესაც პოლიტიკოსი ნიკა მელია დარჩით ხაზზე ხო დარჩით ნიკა ხაზზე ზუსტად ერთი კითხვა და ლაშას ვკითხავ ბარემ აქედანვე როცა პოლიტიკოსი ნიკა მელია ამბობს რომ რიგარეში არჩევნებია გამოსავალი ცხადია მას უნდა ვენდოს ან უნდა ენდოს მისი ამომრჩეველი ლაშა შენს მიგაჩნია რომ რიგარეში არჩევნებია გამოსავალი ცხადია ბუნებრივია ჩვენ რაღაც გუშინაც ნიკასთან ერთად აღმოჩნდი გადაცემაში და ძალიან მიხარია იმიტომ რომ მუდმივად მინდა იმის კონსტატირება რომ მას მის გვერდით ვარ მეც და მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებ და ძალიან ამაყი ვარ გულწრფელადაც შემიძლია თქვა მისი საქციელი და საერთოდ მთელი ამ პროცესით მიუხედავად იმისა რომ ძალიან დრამატული და საშიში პროცესია ცხადია ახალი არჩევნები აბარა ამას ვითხოვთ მაგრამ ლაშა ეხა შენ გითხავ ხომ არ არის ნიკასაც შეუძლია ცხადია მიპასუხოს ბევრი ან მამორჩეველთა გარკვეული ნაწილი მაინც ვერ მიდის ნაციონალური მოძრაობისკენ იმიტომ რომ ეგონია ან ეხლაც აქვს ეს განცდა რომ ნაციონალური მოძრაობა ისევ იქნება ძველი სახეებით დაკომპლექტებული ნიკა მელი არის ის კაცი ის პოლიტიკოსი რომელმაც სრულად ახალი ხალხი მოიყვანა ეს კათინალურად ვეთყვი ნიკა მელიას ხომ არ არის ეს კომპლექსში შერჩედილი ლაშას მისამართით ეს კითხვა საზოგადოებაში რომ სტერეოტიპი და კომპლექსი რომ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება თუ არა იქნება ძალიან კაცრი რევანშისტული როგორც დღევანდელი ხელისუფლება აი ხარიბაშვილის ხელისუფლება ეს კომპლექსი კიდევ ხო არ არის საზოგადოებაში და ნიკამას გვიპასუხოს ცხადია ამის შემდეგ მე მგონი თავისთავად ეს ბუნებრივი ისტორიული პროცესია ირაკლი ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა რომ თქვათ ახალი სახეების მოლოდინი აქვს ადამიანებს და მათ შორის აი შენს მიერ ხსენებული ნაციონალურ მოძრაობაშიც აი ეს განახლება მე მგონი ძალიან კარგი სიგნალი იყო საზოგადოებისთვისაც მეორეც ერთი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა ხომ არ არის სხვა პარტიებიც არიან რომელიც ასევე კარგი იქნება რომ და ბევრიც თქვათ სწორედ კოალიციურ ხელისუფლებამდე მივიდეთ როგორც რასაკვირველია და ეს ბუნებრივი პროცესია ნიკა გვიპასუხეთ თქვენს თუ არ შეწუხდებით ამ ამ კითხვაზე. კი ბატონო, გამორიცხულია ნაციონალური მოძრაობა, როდესაც შეიგდა, დაფუძნდა 2 წლის თავზე მოვიდა ხელისუფლებაში. 2001 წელს შეიქმნა და 2003-ში მოვიდა. 2 წელიწადი იყო ოპოზიციაში. ჩვენ ოპოზიციაში ვართ 8 წელიწადია, მე 9 წელიწადია ვართ ოპოზიციაში და პარტია ყალიბდება ოპოზიციაში. გავიზარდეთ ყველა გაგებით, ყველა თვალსაზრისით რა, საკუთარი ცხვირმიტყულები ვართ კედელზე და ვიცით რა როგორ ვაკეთებ და რა როგორ აღარ ვაკეთებ და შეიცვალა შიგთავსი აბსოლუტურად სხვა არის ნამდვილად ეს ერთი მერე ნაციონალური მოძრაობა თავისი არსით უკვე შემიძლია გითხრათ და შინაარსითაც არის კოალიციური რაღაცა და დიდი პოლიტიკური პარტია სადაც ბევრი ჯგუფი არის რომელიც იბრძვის პარტიაში შიგნით გავლენისთვის ნორმალური პროცესია რომელიც ლობირებს საკუთარ ხედვებს შეხედულებებს ხო ეხა მე ვფიქრობ რომ მე ამ წლების განმავლობაში არც ისე ცოტა ადამიანი დავარწმუნე იმაში რომ ვერასოდეს ვერ ვიქნები ვიღაცის მორჩილებაში სალომე სამანდაშვილი ვერასოდეს ვერ იქნება ვიღაცის პოლიტიკურ მორჩილებაში არ ვიცი უამრავი ადამიანის ახალი ადამიანები არ მინდა ვინმე გამორჩეს ხო ბევრი ადამიანი ვინც შემოვერთდება უკვე ვართ ასე თქვათ ნაკრები და ეხა აი მოდით რა აი ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ამან უნდა აკეთოს რაც უნდა და ჩვენ ტაში დაუკრათ აღარ განმეორდება ასეთი რამ ეს ერთი მეორე ეხა მთელი ოპოზიციური სპექტრი ჩვენ შევთანხმდით როგორი უნდა იყოს სასამართლო სისტემა ზოგადად მასაჯულება
და იქამდეც კი ჩავედით პოლიციის შერიფი უნდა იყოს არჩევითი, არ იყოს არჩევითი და ეს გეგმა დავდებით. და ამაზე თავაზობ საქართველოს მოსახლეობას. ერთ ხარეს არის ეს გეგმა, მეორე ხარეს არის საბან მიქაჩული, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი უნდა იყოს ჩემი. და როგორ შეიძლება ეხა რომც უნდოდეს რომელიმე ძალას სისულელეების კეთება, ამ სისულელეს ვეღარ გააკეთებს, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა მას აღარ მიეცემა. აბსოლუტური უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერავინ ვეღარ მოვა და ეს დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი ნიშანი იქნება დემოკრატიული განვითარება ეხა პროცესში არის რა ეხა 2008 წელი 10 წელი საქართველოს და 2022 წელი ერთდაგივე არ უნდა იყოს რა ეხა ძალაუფლების კონცენტრაცია ხდებოდა რა თქმა უნდა და იყო ძალოვან უწყებებში კონტროლის მექანიზმები ძალოვან უწყებებზე არ იყო საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ეხლა შეუძლებელი არის ეხლა ვიждე მე პარლამენტში მაგალითად ან იждდეს რომ ნებისმიერი ნაციონალური მოძრაობის ახლანდელი ლიდერი და ვიღაცა შინაგან საქმეთა მინისტრი ნაციონალური მოძრაობის გუნდის მიერ დანის ჩეხოვი ნახეთ რას ნიშნავს უსამართლობა დევნა რას ნიშნავს მიკერძოებულობა არავის არ ვაპატიებთ იმიტომ რომ 9 წელიწადი ვუყურებთ თვალებში ამ უსამართლობას და ამისთვის არ ვიბრძვით მეწონეთ ბუნებრივია დავასრულებ ირაკლი ლაშა არსებობს ხალხი რომელიც მანამ არ დაგვიჯერებს რომ ჩვენ ჭუანასწავლი ხალხი ვართ სანამ არ მოვალთ ხელისუფლებაში რა წელიც არ უნდა გქონდეს ჩვენ ხელისუფლებაში და არ გავაკეთებთ იმას რასაც თუნდაც ახლა მე საუბრობ უნდა დაინახონ რეალურად თუმცა ასევე არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი ვინც გვენდო და მოვიპოვეთ ეზოდობა და დღეს ერთად მივდივართ და ერთად ვწევთ ამ ჭაპანს და მე ვფიქრობ გამოგვივა ყველაფერი ოლიგარქატი და დემოკრატიული წესწყობილება ოქსიმორონია ვერ თანაცხოვრდება ერთად ხახდო აი როგორ შეიძლება ოლიგარქი და დემოკრატიულად არჩეული თუნდაც პრეზიდენტი თანაცხოვრობდეს ეხლა სად არის აი სალომე ზურაბიშვილი მართა რომ რეალურად პრეზიდენტი არსებობდეს რამდენი უბედურება არ მოხდებოდა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ხო მის სიტყვას ფასი ექნებოდა მიუხედავად იმისა რომ კონსტიტუციის თანახმად ბერკეტები ნაკლები ექნებოდა სიტყვას ექნებოდა ფასი ახლა კახი კალაძე არჩეული მილიონნახევრიანი ქალაქის მერი მართლა რომ იყოს თვითყოფადი პოლიტიკოსი და მართლა რომ აიმაღლოს ხმა უსამართლობაზე მის სიტყვას იმხელა ძალა ექნებოდა რომ ბევრი სისულელე ვერ მოხდებოდა მაგრამ ნუ ყველაფერი უნდა ამ ადამიანს გომელაურიც უნდა თავისი იყოს ანზორ ჩუბინიძე არ ვიცი ყველა და არ შეიძლება დამთავრდეს ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო დიალოგისათვის, თქვენი მონოლოგისათვის, საინტერესო ჩართვისათვის, ხნეობას და წარმატებას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებით. ასევე დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენ კი ვინ